რუსუდანი ვითა დედა პატარებისა. მე მეფე თამარი, მემკვიდრე გიორგი მეფისა. მეფეთ მეფე და დედოფალთ დედოფალი. მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა. შირვანთა და შაჰანშაჰთა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. დიდება ამა სამყაროსა და სარწმუნოებისა. მახვილი მესიის მოვლენილი. ვარ პირველი ასული მეფისა. მეორე ქალი რუსუდანი დაიბადა, ვიყავი 3 წლისა. მეფემ თავისივე დასა დაუთმო სახლი საფარასა. ორივე და მამი და რუსუდანმა გაგზარდა. ოძრხეს ციხეს ვატარებდით ზაფხულსა. ზამთარს მამი და არჩევდა გეგუთსა. თავიდან მამიდამ შემასწავლა ქართული დამწერლობა. ზეპირად გვიკითხავდა ქართულ საგალობლებსა. დავიზეპირებ სალმუნი. მიკითხავდა სპარსულ ლექსებსა რობაიებსა. მამიდამ შემაყვარა პოეზია. თვითონვე წერდა პატარა ზომის ლექსებსა. უკრავდა დაირასა, თარსა, ფანდურსა. კარგი მოლხენა იცოდა. უყვარდა ქართული მრავალხმიანი სიმღერა. იცოდა ცეკვა. პატარებს გვიყვარდა მასთან გართობა. ბუნებით მხიარული. ერთად ვმხიარულობდით. დავყავდით ეკლესიასა, ვისმინდით გალობასა. ხიარულად გავიდა დრო, მანამ გავხდებოდი 12 წლისა. მერე თქვა მეფე გიორგიმ, ამიერიდან პატარა აღარ ხართო? დროა გადმოხვიდეთ მეფის სასახლესა, უთქვენად ვეღარ ვძლებო, მინდა ყველამ ერთად ვიცხოვროთო. პატარამ თქვა იქ არ მინდა, აქ მირჩევნიაო. მეფემ გაიკვირვა. არ მოელოდა. მერე თქვა, ზაფხული აქ გაატარეთ, ზამთარს ერთად წავიდეთ გეგუთსაო. ურჩობა აპატია, პატარამ არ იცისო. გვითხრა კარგად დაიხსომეთო, ურჩობა არავის ეპატიება. მეფის სიტყვა კანონია, უნდა დაემორჩილოს დიდი და პატარაო. რუსუდანი პატარა იყო, არ ესმოდა განსხვავება მამისა და მეფის სიტყვისა. ნელ-ნელა მივეჩვიე მეფის სასახლესა. თანდათან მასწავლეს წესი მეფეთა ცხოვრებისა.